წმინდა ნინოს ჯვრის ფორმაზე ყინული არის ამოჭრილი, მოგეხსენებათ წმინდა ნინო სწორედ ამ გზიდან შემოვიდა და აქაურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წმინდანია და ჩემთვის ძალიან სამაგალითოა. ამ ადამიანების თავდადება, როგორ დინჯად, მშვიდად ჩადიან ამ სიცივეში და ამოდიან ერთ ხმასაც კი არ მოიღებენ. ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ესეთი რიტუალის წინ განზრახვა, რომ ჩააქსოვო. თუ განზრახვას ჩააქსოვებ, უფრო ძლიერი იქნება პროცესი. ჩემი განზრახვა იქნება და აი განვიწმინდოთ ყველანი თუ კი რამე წმინდურებას ვუწევთ ჩვენს გონებაში, ჩვენს სულში, ჩვენს სხეულში, ყველაფერი განიბანოს და განიწმინდოს. თქვენიც ვინც ამ ყველაფერს ვუყურებთ. რო გავიღე. არ მართლა ფიზიკურად. აი, მეგობრებო, იმისათვის რომ წარმოდგენა გქონდეთ რაოდენ ყინვაში ვართ, ჩემ შარვალს წარმოგიდგენთ. მე ცოტა გავთბი, გავიმშრალე, პირსახოც ეგრევე გაიყინა და ჩემი კანიც ზუსტად ისე მდგომარეობაში იყო, როგორც ახლა აი ეს შარვალია. და ესეთი სირთულეები ზოგადად ნებისყოფით კი არა და სულიერი ძალით არის ხოლმე გადასალახი. სულიერი ძალა არის ის ენერგია, რაც შეუძლებელს შეგაძლებინებს და ამ სულიერ ძალასთან აღდგენა ჭირდება ადამიანს.